ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გოგი ქურდაძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ დოკუმენტებით უპასუხებს ყველას, თუმცა ის ამ დრომდე არ მოდის ტელეკომპანიაში და არ ხვდება თანამშრომლებს. მთავარი არხის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი ოქუაშვილის წარმომადგენლის წერილს ეხმეიანება და ამბობს, რომ საბოტაჟი არხის წინააღმდეგ რამდენიმე თვეა დაწყებულია, ბრალდებები, რასაც გოგი ქურდაძე არხის მენეჯმენტს უყენებს, ტყუილია. ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნულმა დირექტორმა გოგი ქურდაძემ დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო საბოტაჟის კამპანია მთავარ არხზე. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში საჯაროდ არ გამოგვიტანია ეს პრობლემები, მათ შორის მაშინაც, როდესაც ქურდაძემ პროპაგანდისტულ მედიებს, პოსტივის, იმედს და რუსთავიორს მიაწოდა საკუთარი ცილისმწამებლური წერილები და კომპანიის ფინანსური დოკუმენტები, კონფიდენციალური ინფორმაცია, მაშინაც კი მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოვიფარგლეთ. ამას ცხადია ქონდა გარკვეული მიზეზები ჩვენი მხრიდან ამ დამოკიდებულებას. ერთი, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია ეთიკურად და ღირსეულად კომპანიის შიდა პრობლემებს და შიდა დოკუმენტების საჯაროდ ფრიალი. მეორე, ჩვენ არ გვინდოდა დაგვეკარგა თუნდაც თეორიული შანსი პრობლემის მოგვარების და თუნდაც კომპრომისებზე წასვლით გარკვეულ შეთანხმების მიღწევის ოქუაშვილთან და მესამე ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო და ჩვენ არ გვსურდა საკუთარ პრობლემებზე გვეწუწუნა და საზოგადოების ყურადღება გადაგვეტანა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ტერორიდან რაღაცა ჩვენ შიდა პრობლემებზე. თუმცა ჩვენგან განსხვავებულად მოქმედებს ოქუაშვილის მხარე, მათ არა მხოლოდ პროპაგანდისტულ მედიებს, არამედ ქოცების პროკურატურას, რუსი ოლიგარქის ჯიბის პროკურატურას მიმართა საჩივრით ცხადია სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით ჩვენ წინააღმდეგ, ისე რომ არც კი უცდია პარტნიორთა კრების მოწვევა და კრებაზე ამ საკითხების განხილვა. ჩვენ ეხლა მოგვიწია საჯაროდ უკვე ამ პრობლემების გაჟღერება, მოგვიწია იმიტომ რომ ჯერ ერთი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ფიზიკურად ვერანაირ ხარჯს ვერ ვწევდა, გარკვეულწილად ინერციით მიდიოდა ტელეკომპანია და ბუნებრივია უკვე დადგა ის პერიოდი, როდესაც გარკვეული სერვისების მიწოდება და მიღებას ვეღარ ვახერხებთ და გარკვეული ვალდებულება გვაქვს ჩვენი მაყურებლის წინაშე, რომ ამის მიზეზების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია. მეორე უკვე აშკარა გახდა, რომ ოქუაშვილის ინტერესი არ არის რაიმე შეთანხმების მიღწევა, მას რეალურად არანაირი მოთხოვნები კომპანიასთან ან ჩვენთან მიმართებაში არ გააჩნია, მისი ინტერესი არის ტელევიზიის დახურვა და ამით ცხადია რუსი ოლიგარქის ოცნების ახდენა. ჩვენ მოვიწვიეთ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე პარტნიორთა კრება და ამ კრებაზეც კი არ მოვიდნენ ოქუაშვილის წარმომადგენლები სრულყოფილად და არ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ჩაგვეტარებინა პარტნიორთა კრება, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათი მიზანი ტელევიზიის დახურვაა და არა არსებული პრობლემების მოგვარება და ტელევიზიის დახურვის ინტერესი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში. ამიტომ რაღაც მასთან შეთანხმების შესაძლებლობა გამოირიცხა და სწორედ ამიტომ ჩვენ მოგვიწია ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი. ჩვენ ვისმენთ არაერთ უტიფარ ტყუილს მათი მხრიდან საჯაროდ გავრცელებულს, მათ შორის ნიკა გვარამიას ხელფასთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ შესაბამისობაში არ არის რეალობასთან და უბრალოდ მტკნარი სიცრუეა. ასევე გუშინ საჯაროდ გავრცელდა ქურდაძის კიდევ ერთი მტკნარი სიცრუე, რომ თითქოს და სადაზღვევო ორგანიზაციის ვალი დაგროვილია დიდი ხნის განმავლობაში, მთავარი არხის საერთოდ არ იხდიდა სადაზღვევო თანხებს და მისი ბრალეულობა არ იკვეთება იმაში, რომ მთავარი არხის თანამშრომლებს შეუწყდათ ჯანმრთელობის დაზღვევა. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს დავალიანება სადაზღვევო ორგანიზაციის მიმართ, არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ბევრი კონტრაქტორის მიმართ გვაქვს დავალიანება, თუმცა მათთან მეგობრული პარტნიორული დამოკიდებულებით შევძელით ზუსტად ის, რომ ტელეკომპანია ფუნქციონირებს ამ დრომდე. ჩვენ აი ამ ურთიერთობების ხარჯზე ხშირად ვახერხებდით ვალდებულებების გადავადებას, რესტრუქტურიზებას, ასევე ვახერხებდით სანაცვლოდ სარეკლამო მომსახურების მიწოდებას და ამით მათ მიმართ ვალდებულებების შემცირებას. მათ შორის უცხოელ კონტრაქტორებთანაც მსგავსი ურთიერთობები ქონდა, იქამდე
სანამ გოგი ქურდაძე მათანაც ცილისწამებლური ბრალდებების გაგზავნა არ დაიწყო და ყველასთან ტელეკომპანიას არ გაუფუჭა ურთიერთობა იმ პარტნიორებთან, რომელთა თანამშრომლობის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია ოპერირების გაგრძელება. რაც შეეხება სადაზღვევო ორგანიზაციას, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, სადაც განსაზღვრეთ, რომ მთავარი არხი ყოველთვიურად გადაიხდიდა მიმდინარე გადასახადსაც და ნამეთსაც, რომელთაც მოხდებოდა ძველი ვალდებულების დაფარვა. ამ შეთანხმებას სხვათა შორის ქურდაძეც აწერს ხელს. ამის შემდეგ აგვისტოს თვეში და სექტემბრის თვეში ჩვენ გადავიხადეთ ამ შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რაზეც ქურდაძეც თანახმა იყო. უბრალოდ მომდევნო თვეში უკვე ამოიწურა საპარლამენტო სიების წარდგენის ვადა და აამოქმედა საბოტაჟი სრული შესაძლებლობით ზაზა ოქუაშვილმა კომპანიაში და უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, რასაც ბუნებრივია და უფრო მეტიც ცილისმწამებლური წერილები გაუგზავნა სადაზღვევო ორგანიზაციასაც, რასაც ბუნებრივია მოყვა მათი მხრიდან სერვისის შეჩერება ჩვენდამი და ფიზიკურად შეუძლებელი გახდა ახალი კონტრაქტის დადება. ყველა ჩემი ნათქვამის სიტყვა გამყარებული არის დოკუმენტებით, მათ შორის ქურდაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებით, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ აი ამ რაღაც ბინძურ სტილში ბრძოლის ავყვეთ ამ მხარეს. ჩვენი სტილი ნამდვილად არ არის რაღაცა შიდა დოკუმენტების ფრიალი, ჩვენი პარტნიორების კონფიდენციალური ინფორმაციების ფრიალი. ეს არის მათი სტილი, მათი ხელწერა, კონფიდენციალური ინფორმაციების ჩანაწერების გაკეთება, მერე გავრცელება, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ დავემსგავსებით მათ და არ ვაპირებთ, რომ ტალახში ვიგორაოთ მათსავით. ჩვენ მათთან მიმართებაშიც ბრძოლას გავაგრძელებთ ღირსეული საშუალებებით.